გამარჯობათ. არის შემთხვევი ფირი ნახევარი ლიტრი დააღო. შეგიძლიათ აირანი იხმაროთ, შეგიძლიათ მაწონი იხმაროთ. რა თქმა უნდა. კეფირი ნახევარი ლიტრი. ამაში აუცილებლად უნდა დავამატოთ ნახევარი კორზი სოდა, რახან საფუარის გარეშე არის. ნახევარი კორზი სოდა, იქ არყით უბრალოდ უკაცრავად ძმრით აკეთებენ სოდას, მაგრამ მე არ მიყვარს ძმარი და ამიტომ ყოველთვის ვცდილობ ბუნებრივი ინგრედიენტით შევცვალო, ეს არის ლიმონის წვენი. Hamburger. და ერთი ცალი კვერცხი. და ხოლმე სამი საგების კორზი ზეთი. თვალისწინი. ძირითადად ყოველთვის თვალისწინი ვაკეთებ ყველაფერს. ნათქვამი შოუ. არ უნდა მიქსერი. იმდენ ხის შევავდეთ, ამდენიც დესაც შეიძლება რომ კომპულაციონი გამოვიდეს. ნახევარი კილოთი დავიწყოთ სადღაც 600 გრამი მაინც 700 დაშლა. იმდენად გასკევდება, რომ ეს მოსარევი ვეღარ მოერევა, მანამდე ადამიანი გადავიტანაგებ სპეციალურ საცხობ ხალიჩაზე და ვცდილობ პირველი ხარისხის ვიხმარო, რომელსაც მეტია ცილა, ეტიკეტზე წაიკითხეთ ხოლმე ცილის შემცველობა რამდენია. 10 არის მინიმუმ, 11-ის გრადუსი რომ მეტი თუ აქვს, უკეთესი ცვენი გამოდის ხოლმე. ამაში კილოიანი პაჭკა შეყრა. უკვე გახსნილი იყო და დაახლოებით 800. ვარაუდობ ეს ეს ნაწილი ამის დასჭერდა. დინელაც უქმნის და ოდენობა ძალიან ბევრია. მომივიდეს და ცოტა არ გამოგდა. ეს რაც უფრო მეცურს რა თქმა უნდა ცოტა უფრო გარი იქნება და გამოცხობაც ნებია საჭმელათაც ნებია მერე დაახლოებით 100 გრამამდე ფქვილი და უკვე კილო ჯერ არა. დაახლოებით ეს უნდა ნახოთ ფქვილის კონსისტენციიდან, ფქვილის ხარისხის მიხედვით მიიღოთ იმ კონსისტენციამდე, რომ ხელზე არ გეკრობოდეთ. და იყოს ელასტიური და რბილი ცომი. მგონი ამჯერად
მასო ყველა ხმას დაზე დავამუშავებ, იმიტომ რომ საკმაოდ ხელი ძილა დავაყარე მუშაობაზე დაპირს ოდნავ ეთიანი ხელით უკვე აღარ უნდა და კიდე ეკრება ოდნავ კონსისტენციამდე უნდა მივიყვანოთ ხელზე არ უნდა გვეკრობოდეს მე მგონი მივედით გადაზილავთ ვასუპტი ჯასმოს ჩვენ რომ ცოტა აკლია მაგრამ არაუშავს ეს ვერ დაისვენებს და გადავიზე კიდე ნახეთ მაგრამ სანამ გულს გავამზადებ მოცომა უნდა დღეს და დები ჯამში რომელსაც ხალხი და უბრალოდ ზეთი აგერ მზად მაქვს ლობიოს გუნდები, ლობიო მოუხარშე, ბუქენი კარაქი, თავისი ცოტა წვენი რომ მეორე დღეს არ დაიშალოს და გუნდებად ამოვიღე. უქენი მარილი, უქენი პილპილი. ზოგი მოხშუშული ხალხით აკეთებს, ჩვენ არა. ასევე ყველის გუნდები ხაჭაპურისთვის. ეს არის ნახევარი თავი სულგუნი, პლუს ნახევარი თავი იმერული. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ფეტა, ნებისმიერი სხვა სახაჭაპური ყველი. და დავამატე სულ ცოტა არა, გამდნარი კარაქი, დაახლოებით 60-60 გრამი ორივეს. იმასაც და იმასაც. ეს არის გული, რითიც უნდა გამოვაცხო ხაჭაპურები. აი, ნახეთ, თითქმის აღარ ეკრობა და ეს იმის დამსახურება, რომ ცომი არის ძალიან ელასტიური, თუმცა ჯერ არც კი გადამიზელია. ნახეთ, კედლიდან როგორ ადვილად ძვრება. აი ტაფა სპეციალური
ამაზე ცოტა უფრო დიდი ზომის ხაჭაპურით შეგიძლიათ გააკეთოთ. აი, გვერდებში რომ სქელი არ იყოს, კარგად გავიყვანოთ. აი, ძირი უკვე დაიბრაცა, ცოტა მაღალზე მაქვს, ეხლა ამოვაბრუნოთ. აი ესე. ესეც რომ დაიბრაწება, ავუსმევ მერე კარაქს, ამასობაში გავამზადებ შემდეგ გულს. აგერ ახლა მეორეს ვამზადებ, მეორე ხაჭაპურს, ამასობაში პირველი უკვე თითქმის მზად არის, მოусმევ კარაქს, გაჩვენებთ და დავდებ მეორეს. აგერ ახლა მეორე ხაჭაპური, იმიტომ რომ ის ერთი უკვე მზად არის, აგერ გავათხელოთ, რომ სქელი არ იყოს გვერდებში. ასე და ეხლა გაჩვენებთ, აი აქ უსმევთ კარაქს. სანამ ცხელია, დაარბილებს კიდეც უფრო. და უფრო გემრიელი იქნება, როგორც ამბობენ, კარაქი არასოდეს არ აფუჭებს საჭმელს, ბევრი კარაქი არ არსებობს. ყველაფერს უხდება კარაქი. ნუ რა ვიცი, მე ესე ვარ, ჯამთელკვებში რამდენად შედის ეს ყველაფერი. არ ვიცი, მაგრამ მე ესე ვფიქრობ.